პრინციპში სარესტორანო ბიზნესი არის მთლიანად ქვეყნის რაღაცა ნაწილი, ხო, რომელიც რაღაცა ირიბად შეიძლება მთელი ქვეყნის სიტუაციასაც გაჩვენებს, ხო? მარტო სუპერმარკეტები ხომ არ არის, რაც ფასს წარმოქმნაში მონაწილეობს, ხო? ამ ხნის განმავლობაში ხა წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ კომუნალური იზრდება მუდმივად, ხო? ეხა ნაგვის გატანის მომსახურება თუ გაზი თუ წყალი თუ რაღაცა ყველაფერი მიდის ზევით, ხო? სახელმწიფო სერვისების ფასები ხა კერძო კომპანიებს თუ და რაღაცა შეეცდები რომ გამოიკვლიო ხომ არ არის რაღაცა კარტელური შეთანხმება, ხომ არ არის რაღაცა ვიღაცის რაღაცა გამდიდრების უცებ მოზღვავებული სურვილი, ხო? სახელმწიფო სერვისებიც ხო მუდმივად იზრდება ფასში, ხო? ჩვენ ვიცით როგორ იზრდება ვთქვათ იქ. ჯარიმები, როგორ იზრდება ვთქვათ რაღაცა კომპანიის დაფუძნების გადასახადი. აი ეს მუდმივად, ჩვენ ხო ვიცით რომ აი ვთქვათ ორჯერ და სამჯერ რო იზრდება ეს არავის მაგალითად იმ თანამშრომლებისთვის, ვინც ვთქვათ სისუფთავეს იცავს, არავის არ გაუზრდია ორჯერ და სამჯერ ხელფასები, ხო? რა ხდება? ვისთან არის სახელმწიფო გარიგებული კარტელურად, რატომ უმატებს ის, ხო? ეს ირიბად პრინციპში მე უმატებს ხელფასს, იმიტომ რომ ეს ადამიანი, ვთქვათ, გუშინ, ვთქვათ, 1000 ლარად რო შეეძლო მას მისი ოჯახის თუ რაღაცა გადასახადების გადახდა, დღეს მას არ შეუძლია, ამიტომ ისიც ხოს უფრო მაღალ ხელფასს, ხო? ეს ხო გადადაჭული ესეთი წრე არის, მოჯადოვებული სულაც არ არის, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი გასაგები, რომ ის მე ითხოვს უკვე 1500. ის 1500 რო იღებს, თქვათ, იქ მიმტანი თუ ზარეული თუ ვიღაცა, არ არის მარტო რესტორანზე ლაპარაკი, ყველა, ხო? ფაქტიურად. მე შესაბამისად უკვე შემდეგი წრეზე ავდივართ, რომ ეს ცდილობს რომ გაუსწროს ცოტათი და უფრო მეტი შემოსავლით გადაიხადოს, თქვათ, რაღაცა იგივე კომუნალური თუ რაღაცა აფთიაქი თუ სხვა. და ამიტომ ეს ყველაფერი ადის და ადის ზევით. რესტორანიც ამ შემთხვევაში ჩვენ ახლა ირიბი ესეთი ლაკმუსი ვართ, რა ხდება, ხო? ერთ-ერთი ჩვენ წელიწადში რამდენჯერმე გვიხდება მენიუს გადაბეჭდა, იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ. ძალიან არ გვიყვარს ამისი ფასის მომატება, იმიტომ რომ რაღაც ჩვენთან სტაბილურად რომ ვიღაც ადამიანი დადის და დღეს რომ ერთ ფასში მიიღო რაღაცა მომსახურება და უცხოელიც კი ზოგჯერ თქვათ რაღაცა 3ჯერ და 4ჯერ რო ჩამოდის წელიწადში ადამიანი და დღეს სხვა ფასი იმასაც კი აქვს ხოლმე განცდა რომ ვაიმე წინაზე მე ნაკლები გადავიხადე, ეს ჩვენ ძალიან არ გვიყვარს რა, აი ცუდად აზანზარებს ამ ბიზნესს. მაგრამ გვიწევს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შევამჩნევთ ხოლმე რომ უიმე კაცო თვითღირებულები თქვით, გადაირიეთ ხალხო, რატო არ იძახით რომ ეს ამან გაიზარდა, იმან გადავბეჭდავთ, კიდე გადავბეჭდავთ. ანუ ფაქტია რომ ეს პროცესი მუდმივად ადის და ადის ზევით, ხო? მე ნუ არ ვიცი ხა სახელმწიფო სულ ცდილობს რომ ჩვენს ტონუსში გვამყოფოს და სულ რაღაცა აბა აქედან მოხვდა ჯარიმა და აბა იქიდან მოხვდა ჯარიმა და რაღაცა ხა ამასთანავე ერთ-ერთი ჩვენი შეფესე დააჯარიმეს იმის გამო რომ რაღაცა 10 დღე იყო გასული, რაღაცა წელიწადში ერთხელ შენ უნდა დარეგისტრირდე, რომ მე ცოცხალი ვარ და რაღაცა რესტორანთან და ოღონდ წელიწადში ერთხელ უნდა ფული გადაიხადო ამაში, ხო? კი ბატონო. ეს გადაგვიცდა დაავიცდა მენეჯერს ამისი დაყვირება, მოვიდა და 500 ლარი დაგვაჯარიმეს. აი რატო 500 ლარით რომელი კრიმინალური ქმედება დაინახა ამაში სახელმწიფომ, მაგრამ ესეც ნუ ბიუჯეტს ავსებს, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენ ტონუსში გვამყოფებს, რომ აბა საბრძოლო განწყობა როგორი გაქვთ, აბა არ მოეშვათ ხალხო ბრძოლები. ეხლა კიდე რაღაცა ახალი ესეთი შემოსული თემა, რომ იმისაც რო არ მოეშვათ, რასაკვირველია. ეს პლასტიკის თემები, რომელიც ეყრდნობა კვლევებს, რომელიც ჩატარდა თურმე რიონის, ახლა ზუსტად ქუთაისში არიან და რიონის გასწვრივ ჩატარებულა კვლევა და დაუთვლიათ და აი ამ RMR-ზე დაუთვლიათ 620 მილიონი ცალი ბოთლი. ვინ დათვალა, რამდენი ხანი ითვლიდნენ და როგორ დათვალეს დრონები თუ როგორ მე არ ვიცი, ჩატარდებული იმის ტექნოლოგიას, მაგრამ ხო, თითო კვადრატულ მეტრზე 4 ცალი პლასტიკის ბოთლი თუ რაღაცა უბოვიათ და ნუ მოკლედ ამის შემდეგ
დაჯდნენ, იფიქრეს და მოიგონეს, რომ ის კი არ უნდა დასაჯო, ვინც ყრის. ვინც ამდენი ხანია ქუთაის და არემარეს ნორმალურად ვერ მოუწყო ნაგავსაყრელი. ის არა. აიღეს და გადაწყვიტეს, რომ მოდი პლასტიკის ბოთლები აუგზავნოთ და აღარ გადაყრიან. ნუ ეს არის აი როგორ რაღაცა იცი, რომ ვინც დასაჯელია იმას არში და ვიღაცა სხვაზე გადაგაკ აქცენტი, რომ ვითომ ეს არის მთავარი პრობლემის აღმომხრელი, სულაც არა, აბსოლუტურად არა. გონივრული იქნებოდა, რომ ბოდიში ეს ჩვევია ბატონ კოტერ, პრობლემის მოგვარება კი არა, ესე ვთქვათ, ან გაქრობა არასწორ კონტექსტში, ან აკრძალვა, მახსოვს, ყველაზე სუმახსენდება ხოლმე ესეთ შემთხვევებზე, პარაპლანთან დაკავშირებით ინციდენტი რო გქონდა და უსაფრთხოების ზომები კი არ გამოასწორა სახელმწიფო პარაპლანის ფრენა, აი იკრძალა. ასე უყურებენ, მოკლედ აქაც, აი როგორც თქვენ თქვით. არა ის ვინც აბინძურებს. ფეხი რო გტკიოდეს და ფეხი რო აღარ გტკიოდეს, ფეხი მოიჭრა და ნუ ფეხით აღარ გტკივა რა. აღარ უმკურნალო უბრალოდ. ხო, რა თქმა უნდა, ფეხი ხო აღარ აქვს და ნუ აღარ ეს არის აი რამდენად ლოგიკურია მე ხა უცხოეთთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს და ნამდვილად ესეთი ასე ვთქვათ აი ერთი ნაჯახის მოქნევით რომ რაღაცა ხდებოდეს პლასტიკური აკრძალვა რაღაცა არ გამინგია არსად რა კონცეროგენულობა არის ბიოდეგრადაციის პრობლემა არის მაგრამ გააკეთე თქვა იტალია თუ ესპანეთი თუ რაღაცა სეპარაცია და გააკეთე ისე რომ მე სეპარაციით ამოისუნთქოს ქალაქმაც ხო მარტო ის ხო არ არის რა ქვია ჭავჭავაძეზე რომ ეს 4 იმიანი ტრების თვალის დასაყენებლად დაყენებული ნაგავსაყრელები ხო რომელიც ყველაფერი ერთად იყრება ისე ხო ეს ძალიან ესეთი არაშორს მჭრეტელური ნაბიჯებია რა ხო ნუ ხა რესტორატორთა ბიზნესს უფრო დიდი პრობლემა უდგას მთელი სამხრეთის ასე ვთქვათ მიმართულების ტურიზმი გაჩერებულია ამ საომარ ვითარებასთან დაკავშირებით ფაქტიურად კიდე ეს საგვაქვს ახლა გადასაჭრელი ველოდებით ომის დამთავრება ეს ჩვენ კისერზე გადადის მთელი ისრაელი, ირანი, არაბული ქვეყნები და არავინ არ შემოდის სამხრეთიდან დღესდღეობით შესაბამისად ეს ტურიზმზეც ბუნებრივია ძალიან მარტო რესტორაცია ამ შემთხვევაში მთელი სასტუმროები თვითფრინავი თუ გიდები თუ რაღაცა დიდი კლასტერი მასპინძლობის ბიზნესის არის ფაქტიურად დაახლოებით 20-25% ტურისტის ამჟამად არ არის და შარშანდელს რო ვადარებთ ეგრე არა კი ბატონო გოტა იცით რა მინდა გითხოთ აი თქვენ თქვით რომ უფრთხილდებით მომხმარებელს ხო მათ შორის სტაბილურ მომხმარებელს და ცდილობთ ხოლმე რომ მათ შორის ფასიც რაღაცა სტაბილური იყოს ამ რესტორნებში მაგრამ იცით რა მინდა გითხოთ აი თქვით რომ იგივე ტურისტებსაც ქონიათო რაღაც შეიძლება პრეტენზია ცუდი სიტყვა იყოს მაგრამ იყოს რატომაც არა პრეტენზია რომ სადღაც რომ დავდივარ და მიჩვეული ვარ რომ კონკრეტულ საფასურში ვიღებ ამ რაღაცა პროდუქტს შემდეგ რომ ხდება ერთ თვეში თან მატება ხო არ არის მოდი გულწრფელად ვთქვათ რაღაცა თეთრებით შეიძლება იყოს მაგრამ ეს მაინც იგრძნობა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ იქ რაღაც ერთ კონკრეტულ პროდუქტზე შეიძლება არ იყოს მენიუში რაღაცა 3-4-ს თავად მომხმარებელი როგორ თქვენი დაკვირვებით რამდენად აჩენს იმას რომ რაღაცა რესტორანზე კი არ გაბრაზდეს გულწრფელად რომ ვთქვათ არამედ იმაზე რა ვითარებაშიც ის ცხოვრობს არ ვიცი რამდენად რელევანტურ კითხვას ვსვამ ანუ თქვენ დაკვირვებით როგორ არის ეს ანა მაგრამ იმ შემთხვევაში ის რომ დაიწყებს ჩხუბს ხო ეხა ის ადამიანი წყობა არ გვივარგაო არ იტყვის ხო პირდაპირ ვინც პირველი ხდება მიმტანს გამოუთქვავს პრეტენზიას მოიყვანე მენეჯერი და იმას აი პირდაპირ ეჩხუბება მიმტანს პირველ რიგში ზოგადად გულისხმობს შეიძლება ის მენეჯმენტსაც და პატრონესაც და შეიძლება ქვეყანასაც მაგრამ პირველი ვისაც ამას ჩხუბს უწყებს არის მიმტანი ამ შემთხვევაში ეს არის ფაქტიურად პირველი ვისაც აგრესია ხდება ხოლმე არის მიმტანი ამიტომ მიმტანი და ამ შემთხვევაში წუდღეშია ხოლმე რა რაში ხედავთ მაშინ გამოსავალს ბატონ კოტე მთავარი პრობლემა რა არის მაღალი ფასები თუ დაბალი ხელფასები დღევანდელი ჩვენი ეკონომიკის მთავარი გამოწვევა იმ სოციალური პრობლემების რომელსაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად აწყდება ხო მინიმუმ არ ვიცი მარკეტში შესვლით იქნება თუ არ ვიცი სადმე გასწავლ სტაბილურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი განცდა
სტაბილურობა თუ არის ქვეყანაში თუ ოჯახში, არის ყველაფერის თავი და თავი, ხო? სტაბილურობა თუ არ არის, არაფერს გაკეთება არ გინდება და სტაბილურობა რო არის რაღაცის შენ თუ ქმედითი ადამიანი ხარ, ხო? რაღაცის გაკეთება გინდება, მით უმეტეს როცა ხედავ რომ ქვეყანაში სტაბილური ინვესტიცია. მაგალითად ვიღაცა უცხოელი აქ რო ჩამოდის და აქ რაღაცის გაკეთება. პირველი რას კითხულობს, ხო? კითხულობს სტაბილურია? გარემო. რა ქვია, ვალუტის კურსი თუ კანონმდებლობა თუ სხვა სტაბილურია? არ ყანყალებს? იგივე ადგილობრივისთვის და იგივე ინვესტორისთვის რა. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაც არის ქვეყნისთვის მოსაგვარებელი. დღესდღეობით სტაბილური ქვია ლარი გამყარდა, ძალიან ხარია. ბევრი ახლა ისე რო არ გამოვიდეს რაღაცა თავრობას ვაკრიტიკებთ, ხა ამის რო გავაკრიტიკოთ რა პრობლემა? არა, რასაკვირველია, მე სულ ყოველთვის თავრობა არის ჩემი ასე ვთქვა დანიშნული, რომელიც რაღაცა საქმე უნდა შეასრულოს, ხო? აი, შრომის რესურსების კანონი, რომელიც დიდი ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აუცილებელია ამისი შემოღება, იმიტომ რომ ადგილობრივი დაუცველობა ამ ბაზრის დიდი ხანი იგრძნობოდა და ჩემი აზრით კარგისკენ გადადგმული ნაბიჯი იმედია, რომ ჩვენთან ზოგჯერ კანონი კარგია და მე აღსრულება enforcement-ი არის ხოლმე კატასტროფიული, მაგრამ ნუ იმედია, რომ ეს კარგისკენ წაიყვანს ქვეყანას და ადგილობრივს დაიცავს. მაგრამ მე რაღაცები ხდება ისე ბიზნესთან და კონკრეტულ თემასთან შეუთანხმებლად იღებენ ხოლმე კანონებს და მე ჩვენ ნეტა რა უნდა და ამითი ეთქვა შემქმნელს თუ რაღაცა იგივე განათლებაზე ისე უცებ კანონს დადებენ ხოლმე რომ ერთ მასწავლებელს არ ეტყვიან და მედიცინაზე თუ რაღაცა ისეთ ერთ ექიმს არ შეეკითხებიან ხოლმე მესმის რომ ეს რაღაცა მომენტია რომ შენ სულ უნდა გამოაცხადო რომ ყველაფერი იცი ყველაფრისტი ხარ მაგრამ იმისი არის ასე ვთქვა სიბნე რომ თქვა რომ არ ვიცი რა და მოდი შენ თუ იცი მოდი შენ შეგეკითხები და ერთად მოვიფიქროთ როგორ გავაკეთოთ ეს უფრო ნაკლები წინააღმდეგობით და უფრო ადვილად რომ მოერგოს სიტუაციას. რა ვიცი, სტაბილურობაც არის. ეს სტრატეგია, რომელიც თავად დაისახა ქართულმა ოცნებამ აი ამ ეკონომიკური, სოციალური პრობლემების მოგვარების კუთხით. როგორ ფიქრობთ, რამდენად მუშა სტრატეგიაა? ჯერ სუსი რომ იძიებს რატომ ღირს არ ვიცი, კვერცხი და ძვირი ეს. მერე კომისიები, სამთავრობო, საპარლამენტო იმ კომისიებზე რაღაც რამდენიმე საათიანი განხილვები და ასე შემდეგ და საბოლოოდ ეს რამდენად სწორი სტრატეგიაა? ნუ არ ვიცი ახლა პრინციპში ვის დაავალებ ამ შემთხვევაში ახლა ეკონომიკური საქმიანობის გამოკვლევა საგადასახადოს დაავალებ თუ ფინანსურ პოლიციას დაავალებ თუ სუს დაავალებ თუ ყავაზე წახვალ და იმკითხავებ თავარია შედეგი როგორი იქნება ხო? შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს მაგრამ შედეგი ჩანს რომ ისე ვიქავართ რა ჯერჯერობით ისე ჩვენსა და თურქეთს შორის დიდი განსხვავებაა ფასებში ჩვენ და გერმანიას შორის დიდი განსხვავებაა ფასებში ხო და ველოდებით რომ იქნება და რაღაცა ახლა სულ მახსენდება ხოლმე რომ ერთი თვის წინ დაახლოებით სინგაპურელი ტურისტი იყო და ჩვენთანო ფასებიო მცირდებაო სინგაპურში ამ უდიდეს და უმდიდრეს ადგილას უძვირეს მცირდება. როგორი კარგი განცდა სტაბილურობის და დაჟე პროგრესის და უკეთესობის. იმიტომ არის იქ ინვესტირება დიდი სასიამოვნო ამბავი. ხო და რა ვიცი, განცდა ბევრ რაღაცები სუბიექტურზეა დაფუძნებული, რომ მე ობიექტურში გადაიზარდოს რა.